სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. გზა ასე ჰქვია აფხაზეთის თემაზე შექმნილ სპექტაკლს, რომლის ქორეოგრაფიული პერფორმანსი რეჟისორ კოტე ლიპარტელიანს ეკუთვნის. პროექტის პრემიერა პირველად 2024 წელს ვარშავაში შედგა. პერფორმანსი არის ორ ნაწილად დაყოფილი. პირველ ნაწილში ჯაბა ჯანაშიას ინტერვიუზე დააყრდნობით გაკეთებული ფილმის ჩვენება იქნება და მეორე ნაწილში უკვე უშუალოდ პერფორმანსი გაგრძელდება სცენაზე და ქორეოგრაფიით, სხეულის ენით, ჩვენი ემოციებით გამოვხატავთ ამ ამბებს, ამ ტკივილს. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, რთული შესასრულებელი არის, იმიტომ რომ ის ყველა ტკივილი, ყველა ემოცია და განცდა, რასაც ვფიქრობ, რომ იმ მომენტში ჭუბერის უღელტეხილზე გავლისას განიცდიდნენ დევნილები და არა მხოლოდ ჭუბერის უღელტეხილზე, ზოგადად იმ პერიოდში გადმოსაცემი მაქვს მაყურებლისთვის. ვიაზრებ იმას, რომ ჩემს უკან იმ თითოეული დევნილის ისტორია არის. სპექტაკლის სოხუმის დაცემის დღეს და ყველა იმ ადამიანს ეძღვნება, ვინც 1993 წელს ჭუბერის უღელტეხილის 250 კილომეტრიანი ურთულესი გოლგოთის გზა გაიარა. ამ ადამიანებს შორის იყო მსახიობი ჯაბა ჯანაშია, რომელიც დევნილი თავის დაბადების დღეზე 27 სექტემბერს გახდა. როცა გავხდი 9 წლის ამ დღეს აიღეს ქალაქი სოხუმი. კარგად რაც მახსოვს კიდევ ის არის, რომ 9-ისკენ რო აიღეს ქალაქი, ძალიან დიდი ჭაღები ჩამოკიდეს ცაში და ამის გაგრძელება ის არის, რომ დედა ჩემი მოვიდა სასწრაფოდ, ხელი მომკიდა, მოაყენეს სატვირთო მანქანა ღია. მე დედა ჩემი და რაღაც სოფლის ნაწილი შევდექით ამ მანქანაზე, დამაწვინეს, დავწექი, დავიძირე, გავიღვიძე და რო გავიღვიძე უკვე აღმოჩნდა ისე, რომ სამმანქანო გზა უკვე დასრულებული იყო. 9 წლის ჯაბას მშობლებთან და დასთან ერთად ჭუბერის უღელტეხილის გადასალახად 13 დღე დასჭირდა. მერე დაიწყო მთავარი თავგადასავალი ფეხით. ჩვენ გაგვიმართლა იმაში, რომ ჩვენამდე ვინც გადაწყვიტა, რომ თავისთვის ეშველა და წამოსულიყო სვანეთის გზით, ისე მოხდა, რომ მოუსწრო ეგრეთ წოდებული ნაადრევი თოვლი. აღმოჩნდა, რომ იქ ძალიან ცუდ პირობებში მოხდნენ, თოვლში მოხდნენ, ყინვაში მოხდნენ და გაიყინა რაღაც ნაწილი, გარდაიცვალა. გამარჯობა. გამომხანია რაც მოდიხარ. რაც სამი. გამოდი ეგეთე ბევრი. კიდე მოდი. ზაში რამდენი ხანი საიდან საერთოდ რა მოხვედი? მეცხრე დღეა თუ მეათე არ მახსოვს. განკობულში ხარ ხომ მომითქვა? აბასად იქნებოდი სკრე. ჩამოიწესა ბიჭი. გამიჯერი. ჩამოიწესა პატარა. არა გაბარაგესა მიდი. რეალურ ისტორიებზე შთაგონებითვე შეიქმნა მუსიკა და პერფორმანსი სპექტაკლისთვის გზა, რომელსაც მაყურებელი 25 სექტემბერს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე იხილავს.